ხო, ჩვენ უკვე ყველაზე მთავარი ვიცით. ყველაზე მთავარი ვიცით. რა არის ყველაზე მთავარი? რაც ვიცით თეორიულად მაინც. ყველაზე მთავარი არის ის, რომ ქრისტესთან უნდა ვიყოთ. იონე მახარებელი თავის პირველ ეპისტოლეში ესეთ რამეს ამბობს. რომელმან თქვენს მის თანაყოფაი, ანუ ქრისტეს თანაყოფაი, თანაც რაითა ვითარცა იგი თავადი, ანუ ვითარცა თავად ქრისტე, ვიდოდა, ანუ დადიოდა, ანუ ცხოვრობდა, ეგრეცა მისი სვლაი, ანუ როგორც ქრისტე ცხოვრობდა, ისე უნდა ვიცხოვროთ. ანუ ის, რაც ჩვენ ვიცით თეორიულად, საჭიროებს ჩვენგან პრაქტიკულად ამ საკითხის პრაქტიკულ გადაწყვეტას ითხოვს ჩვენგან. ანუ როგორც ის ცხოვრობდა, ისე უნდა ვიცხოვროთ. მე ესე მგონია, რომ ეს სიტყვები ჩვენ არ გვიტოვებს შესაძლებლობას, რომ რაღაც ხონერად ვიფიქროთ. მართალია წმინდა წერილის სიტყვების სიმშვიდით ხასიათდება, ბუნებრივია. წმინდა წერილია და ღვთის სიტყვა იმიტომ, მაგრამ მრავალ ადგილას და მათ შორის აი აქაც ამ სიტყვებშიც რაღაც ისეთი იმპერატიული ტონი იგრძნობა, რომელიც არ გიტოვებს გამოსავალს, რომ სხვანაირად იფიქრო. თუ გინდა მასთან ყოფნა და ამისთვის მოხვედა, მაშინ ცოტა სიტყვებით გამოვხატავ ამ იმპერატიულობას, კეთილი ინება და როგორც ის ცხოვრობდა, ისე იცხოვრა. რა თქმა უნდა, ეს სიტყვები საკმაოდ მძიმე მოსასმენია ერთის მხრივ, მაგრამ აბა ისე როგორ უნდა იყოს ჩვენი ქრისტიანობა სხვანაირად. ძნელი არის, რა თქმა უნდა. თითოეულმა ჩვენთაგანმა იცის ეს საკუთარ თავზე მრავალი წლის დაკვირვებით, ვინც მრავალი წელია ქრისტიანულად ცხოვრობს, რომ არათუ ძნელია, არამედ პრაქტიკულად შეუძლებელიც არის. თუმცა საოცარია საღვთო განგებულება. აი ამ შეუძლებლობაში, როცა მიხვდები საკუთარ თავზე, სხვაზე კარგად ხვდები. ჩვენ ვიცით, რომ რას გვანან ესენი ქრისტეს გვანან, ეს ვიცი. აი საკუთარ თავზე როგორც კი მიხვდები, რომ შეუძლებელიაო, ერთის მხრივ შეუძლებელია და რამე შეიძლება. მაგრამ საოცარია საღვთო განგებულება. ამ შეუძლებლობაში, რომელსაც მხოლოდ საკუთარ თავზე მაქვს საუბარი, საკუთარ თავზე მიხვდები, ამ შეუძლებლობაში არის გასაღები ჩვენი გადარჩენის. ეს შეუძლებლობაა ის, რომლის განცდაც და შემდეგ შეხედვა და შესაბამისი ცხოვრება სიმდაბლეთ იწოდება, სიმდაბლე, რომელიც არის მისასვლელი გზა ქრისტესთან. აშკარად ანტინომია არ შეგიძლია და აბა როგორ ცხონდები, მაგრამ რო არ შეგიძლია და ამას დაინახავ, სწორედ ამიტომ ცხონდები. ლოგიკურად ამის ახსნა ადვილი არ არის. რა თქმა უნდა, ჩვენ შეიძლება ძალიან ბევრი ვისაუბროთ ეს როგორ შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეხლა ამ შემთხვევაში ამას თავი დავანებოთ. უბრალოდ ჩვენ ვიცით, რომ ეს რეალობა არის. და ისე თვითონ წმინდა წერილიც ყველგან აბსოლუტურად ყველგან ისინი, ვინც ჩვენთვის სამაგალითონი არიან, რომლებსაც ჩვენ უნდა მივბაძოთ, ისინიც ესეთები არიან. ანუ უჭირთ. გახსოვთ დღევანდელი სახარება. უფალი სიყვარულს ასწავლის. რითი? ანუ ის, ვინც თითქოს უყვართ ყველაზე ძალიან, ვის გამოც მთელი ცხოვრება დატოვეს. მთელი ცხოვრება. ხოლო ვიღაცამ თქვას, მეთევზეები იყვნენ და ნავი და მამა დატოვესო, ესეთი მამა სულაც არ არის ცოტა. და არც ნავი და ბადე, იმიტომ რომ ყველაფერი ეს იყო მათთვის. და სრულ გაუგებრობაში მიდიან. აბრაამივით, რომელმაც არ იცის სად მიდის. ანუ რას ნიშნავს ეს? უყვართ, ქრისტე უყვართ, ძალიან უყვართ. ყველაფერია მათთვის ქრისტე.
ქრისტესზე ძალიან არავინ უყვართ, ოჯახი არ უყვართ, ცოლი არ უყვართ, მამა არ უყვართ, არავინ არ უყვართ ქრისტესზე ძალიან. აი ამით არიან დიდნი მოციქულები და აი ეს ადამიანები, რომლებსაც ქრისტეს საოცრად უყვართ, არ იციან რატო უყვართ. ეს კიდე ცალკე საკითხავია, უანგარობა ჩანს. არ იციან ვინ არის, ბოლომდე ვერ აცნობიერებენ ვინ არის მათ წინაშე. და რომ არ იციან, რომ ვერ ხვდებიან, იმიტომ რომ თითქმის სასწაკვეთილებაში რომ ჩავარდნენ, როცა ქრისტე ჯვარს აცვეს. დაბნეულები, გაოგნებულნი, ვერ ხვდებიან რა მოხდა. აი ხო და ეს უანგარობა, ხო, ეს ნამდვილი სიყვარულია. და როგორც კი ქრისტე ესაუბრება, რომ მე საშნელი შეურაცხყოფით მომკლავე და ლოგიკური გაგრძელება გაინტერესებს, ლოგიკურ გაგრძელება შენი ცნობიერება გთავაზობს, რომ რას ამბობ, აბა ვინ და როგორ და რანაირად. არა და ამის მაგივრად აი რომ დაждები, რომ გამეფთები ერთი მარჯვნივ და ერთი მარცხნივ შენს გვერდზე ვიქნები. თამას ვინ ამბობს? მოციქულთა შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდნი იაკობი, რომელიც პირველი ეწამა ქრისტესათვის და იოანე. იოანე ღვთისმეტყველი, უსაყვარლესი მოწაფე ქრისტეს. რას ნიშნავს? არ ესმით, ვერ იგებენ, ვერ ხვდებიან, რასთანაა აქვთ საქმე. მაგრამ მეორე მხრივ მოციქულები რო ვერ იგებენ, ეს ჩვენ არ გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენ მოვდუნდეთ, რაღაც ისინი ვერ იგებენ, მე რა მენაღვლება. უпроსორედ მე რაღაც მთხო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მოციქულები რო ვერ იგებენ, მათ არ იციან და მე და შენ ვიცით. ჩვენ ვიცით ის, რაც მაშინ, აი ამ დროს, როცა უფალი ამას ეუბნება, მოციქულებმა არ იციან, მაგრამ ჩვენ ვიცით. და ვიცით არა მარტო ჩვენი გონებით, ანუ უпроსორედ ჩვენი აი ეს ინტელექტით, თეორიულად, არამედ ჩვენ ვიცით არსობრივად. არსობრივად ვიცით, იმიტომ რომ ნათლღებულნი მაზიარებელი ვართ, ღვთისმადლი ჩვენშია, რომლის მიერაც ჩვენ განვისწავლებით. ჩვენ არც ერთი არა ვართ აქ მოსულები. წავიკითხე, ესე ყოფილა და მოვედი, არა. კი ბატონო, წავიკითხია, ესე ყოფილა შეიძლება გვითხოვს, მაგრამ აქ იმიტომ დგავარ. და საათობით იმიტომ რაღაცას ვაკეთებთ და შინაგანად, ვქმნით შინაგანად. იმიტომ რომ ჩვენ შინაგანად განსწავლულები ვართ. ჩვენ რაღაცა ვიცით ისეთი, რაც მაშინ ჯერ კიდევ მოციქულებმა არ იცოდა. ვერ იგებენ უფლისას. სვიმონ ფარისეველის სახშია დღეს წავიკითხეთ. შემოდის მართალია ცოდვილი დედაკაცი, ცოდვილია თავისთავად ხდება. ცოდვილს დიახაც საზოგადოებაში ესეა მიღებული ამრეზით უყურებენ. თუმცა დღეს გაუგებარია ვის უყურებენ ამრეზით, ვის თვლის დღევანდელი მსოფლიო საზოგადოება ცოდვილად. მაგალითად მამათმავალი ცოდვილი არ არის სიტყვაზე. მაგრამ აი ვის თვლის ადამიანი საზოგადოება ცოდვილად დღეს ვერ გაიგე. გარყვნილი არ არის ცოდვილი. მაგრამ ვინ არის? ცოდვა არ ქვია. მაგრამ ასია თუ ისია საზოგადოებას ყოველთვის ხავს თავისი ცოდვილები. თუ გარყვნილი არა სხვა ვიღაცა იქნება, რომელიც ძალიან ცოდვილი იქნება. ეს აქ საზოგადოებას ზემოდან უყუროს ცოდვილს. ამაში არის თავისი პლუსის და მინუსის. პლუსი ის, რომ თუ რა თქმა უნდა ცოდვას სამართლიანად სახელდებთ ცოდვად და აქაც არ გეშლება, თუმცა დღეს ყველაფერი აღრეულია. რომ შინაგანად ვერ ეგუებით თითქოს ცუდს და ბოროტებას, მაგრამ მეორე მხრივ ცოდვილი ყველაზე საბრალო ადამიანია. და სვიმონ ფარისევლის სახში ქრისტე რას აკეთებს? ებრალება ცოდვილი დედაკაცი, რომელიც თავის სინანულს გამოხატავს მაცხოვრისადმი სიყვარული. ანუ სინანული და სიყვარული ასკეტური და საღვთისმეტყველო სინონიმებია. თუ არის სინანული, აუცილებლად ღმერთისადმი სიყვარულია, მაგრამ თუ არის ღვთისადმი სიყვარული, რაც ზოგჯერ ადამიანს გონია რომ აქვს და არ არის სინანული, იქ ხიბლია. ხოლო სინანული ეს არის ჩვენი მთლიანი არსების მეტამორფოზა, გონების ცვლილება, ცხოვრების გამოცვლა და ასე შემდეგ. და ნანობს დედაკაცი, საქმით გამოხატავს. ჩვენ ვიცით რაც ვირადღირებული იყო ის, რაც მან და ეს სხვადასხვა ადგილებშია სახარების. თითქოს ადვილი გასაგებია, ხო? საზოგადოების ერთ-ერთი წევრი, საშინლად ცოდვილი, ნანობს გამოსწორებას სურს და ამას სიყვარულით გამოხატავს, ვერ იგებენ. არ მოსწონთ. ამრეზით უყურებენ და ქრისტესაც განიკითხავენ, რომელიც მას მიუტევს.
და ლაპარაკია ვიღაც აძირლებზე კი არა, ფარისევლებზე. ვინ არის ფარისეველი? ჯულის მოძღვარი, განსწავლული სარწმუნოებრივ და რელიგიურ საკითხებში, თავადაც რელიგიურად მაცხოვრებელი ადამიანი. თითქოს და ღვთისმაძიებელი. მაგრამ ჩვენ ვიცით ეს რა ძიებაა ღვთისა. ეს არის არა ცოცხალი ღმერთის ძიება, არამედ ეს არის წესების შესრულებით ღმერთის ერთგულება, რომელიც განსხვავდება იმისაგან, რასაც ცოცხალი ღმერთის ცოცხალი ძიება ქვია. კარგით. თქვათ, აი ჩვენ დავინახავთ, რომ ხედავთ, რომ ფარისევლებს არ ესმით ვერ ხვდებიან. რასაკეთებს ქრისტე? რატო პატიებს? რატო უნდა შეგეცოდოს? ვერ ხვდება ადამიანი. რელიგიური ადამიანი ვერ ხვდება, რატო უნდა შეგეცოდოს. მოციქულები ვერ ხვდებიან მაცხოვრის სიტყვებს, უფრო სწორედ სიყვარული აქვს თითქოს, მაგრამ როცა თავის საკუთარ ტანჯვაზე საუბრობს, მათი გული ირეკლავს ამ სიტყვებს. ვერ ხვდებიან რა, მაგრამ მეორე მხრივ ვერ ხვდები, მაგრამ საკუთარ ტანჯვაზე, შეურაცხყოფით სიკვდილზე, ფურთხებაზე, რომ მას უნდა შეანერწყონ და აწამონ და ესე მოკლან, ამაზე გესაუბრება და რა დროს თანამდებობებზე ფიქრი. კარგი, მათ არ იცოდნენ. მაგრამ ხომ იყვნენ ადამიანები, რომლებიც იცოდნენ და თან წმინდანებად არიან შერაცხილნი და თან კიდე ცდებოდნენ. მაგალითად ანტონი დიდის ცხოვრებაში. გახსოვთ? ანტონი ძალიან დიდია. ფუძემდებლად ითვლება. ახუმიდთან ერთად მონოზმობის. თუმცა თავად აღკვეცილი არ იყო, თუ რა აღკვეცის ეს ფორმა არ არსებობდა მაშინ. ანტონი ძალიან დიდია. ანტონი დიდის ნაწერები შემორჩი კაცმა არ იცოდა არც ბერძნული, არც სხვა ენა გარდა კოპტურისა. პირველი ტომი გამოვიდა სათნომოყვარეობის ქართულ ენაზე, თანამედროვე ქართულად. პირველი ტომის პირველი ნაწილი. და იქ მისი თხუზულებები არ გამოვიდა ქართულ ენაზე არის. ნახეთ რა სიღრმე აქვს აზროვნებისა და როგორ ღრმად ესმის საერთოდ როგორ ღრმად აზროვნებს ადამიანს, რომელსაც არანაირი განათლება არ აქვს. იგი აოცებდა, რომ ჩადიოდნენ მასთან სწავლულები, თარჯმნის საშუალებით, კოპტურის გარდა არაფერი არ იცოდა. საიდან ესეთი სიბრძნეო? არ გისწავლიაო, გაუნათლებელია. მე ორი დიდი წიგნი მაქვს. ეს არის ბიბლია და ეს არის სამყარო. და სულიწმიდით განისწავლებოდა თავის თავაცხად. ანტონი დიდი მართლა დიდია და გაუჩნდა ეს განცდა, როგორცაც ცოდვილ ადამიანს, რომ აი, ეხლა ვინმე იქნება ნეტად ჩემზე დიდი. კიდევ ვიმეორებ აქ არ გვინდა არ არის საჭირო დავინახოთ მისი პატივმოყვარეობა უბრალოდ. პატივმოყვარე ყველა ანტონის და ყველა არ არსებობს ადამიანი პატივმოყვარეობის გარეშე, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავინახოთ რაღაცა ესეთი მახინჯური გამოვლინებები დაცემული ბუნების, არამედ დავინახოთ აქაც მისი გულწრფელი დამოკიდებულება, ბავშვური ცნობის მოყვარეობა, ცნობის წადილი. მართლა ვინ არის რამდენ როგორ აი ხილვებია გამოცხადდა საოცარი ეშმაკები რო ვეღარ ერეოდნენ ცდუნებით, აი გაცდუნებს და ვეღარ გაცდუნა. და მე უკვე ძვინვარდება, ძალმოსილებას იღებს და ფიზიკურად ისე ცემეს, რომ კინაღა მოკვდა. და ახლა ამ ყველაფერს რომ ესე იგი აკეთებ ხო მე ბუნებრივად გავუჩნდა რომ ვისგან ვისწავლო ბოლოს და ბოლოს ხო გავუჩნდებოდა ყველას მე ვასწავლო ვიღაცისგან ვისწავლო ვინ არის მე თუ არავინ არ არის მე ვარ დიდი ყველას ხილვითის მიდის ჩადის ქალაქში და უფალი აჩვენებს მასზე დიდს და ეს მასზე დიდი იცით ვინ იყო ერთი ადამიანი რომელიც იყო მეწარ რუსულად გამოვთქვა უკაცრავად კარგაჩა საპოჟნიკი რომელიც მუშაობდა და წაღებს კერავდა ალბათ ოჯახიც ქონა ცოლშვილიც ყავდა და უფალმა აჩვენა რომ ის მასზე დიდი იყო ეხლა ძალიან ძნელია ვიმჟელოთ ეხლა მართლა იყო თუ არა მეწაღია ანტონი დიდზე დიდი ეს ცალკე თემაა მაგრამ უფალმა ესე მიანიშნა შენზე დიდი ისე და საოცრება ასევე კაი ანტონი დიდი გამონაკლისი გონია ჩვენ მაკარი დიდი სიტყვა დიდი რამდენიმე ადამიანს აქვს ეკლესიაში აი მაკარიზე ამბობდნენ ადამიანი ჩამოსული ღმერთიაო იმდენად დიდი იყო მართლა მაკარი დიდსაც იგივე განცდები გაუჩნდება და უფალი აჩვენებს ორ ადამიანს რომლებიც ასევე მასზე დიდი იყვნენ ორი დიასახლისი და დედაკაცი გათხოვილი ქალი ჩაიყვანს აჩვენებს და დაანახებს და ასწავლებს აი რა საოცრებაა და ზოსიმე ღირსი ზოსიმე რომელსაც
რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვიცით ისტორიაში ის როგორ არის, ყოველ შემთხვევაში მას აქვს ეს თავის სიდიადის განცდა. ოღონდ კიდევ მეორე, არა დემონური პატივმოყვარეობით, არამედ ბავშვური სიმართლის მაძიებლობით, ცნობის წადილით, რომ დამანახე, მასწავლე, მეც მინდა მასწავლებელი ვიყავდე, შეიძლება ამ კუთხით. და ზოსიმე ნახულობს მარიამ მეგვიპტელს, რომელმაც მთელი ახალგაზრდობა და 17 წელი, მთელი ახალგაზრდობა. რადგან 14 წლიდან თუ უფრო პატარიდან 12 წლიდან სიძვამრუშობაში, საშნელ გარყვნილებაში გაატარა. და შემდეგ ვინც გახდა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, გახდა ის, ვისაც მიწავე გრავიტაცია ვეღარ იჭერდა და ჰაერში იწეოდა ლოცვისას. ის, ვინც ყველაფერი იცოდა, მათ შორის ზოსიმეს შესახებ, მისი მონასტრის წინამძღვრის შესახებ, წმინდა წერილის ზეპირად, როცა წაკითხული არ ქონდა არასოდეს ფიზიკურად ეს. ძალიან დიდი, მაგრამ იყო მეძავი ყოფილი და ყოფილი მეძავისაგან განისწავლა ღირსი მამა ზოსიმ. ახლა ვლაპარაკობ სხვა ადგილებზე, იგივე წმინდა წერილის ეს უძღებიშვილი მეზვერე და ასე შემდეგ და ჯვარცმული ავაზაკი, რომელიც პირველი შედის სასუფეველში და კიდევ ერთხელ თელ ჩვენ შინაგან სამყაროს აზანზარებს ქრისტიანობა და გეუბნება და მეუნება, ადამიანო, არ გესმის შენ არც ცხოვრების არსი და არც ქრისტიანობის არსი და არ გესმის რას ნიშნავს იყო ქრისტიანი, არ გესმის ვი არის ქრისტე. ჩვენც მოციქულებივით ჩვენც გვინდა ქრისტესგან ძალმოსილება, მის ფრთებქვეშ შეყუჟვა და ყოფნა და ჩვენი რელიგიურობა ცნობიერად თუ არაცნობიერად ძალიან ხშირად ამაზე დაიყვანება, გვინდა გვიშველოს, შეგვეწიოს, ლოცვებში ვითხოვ. კიდევ მეორე, შეგვეწევა კიდევაც. მის ძლიერ ფრთებქვეშ ვიქნებით კიდევაც, მაგრამ თუ მხოლოდ ეს არის, ჩვენ არა ვართ ქრისტიანები, ჩვენ არ გვესმის ქრისტიანობა. იმიტომ რომ თუ ესე ვიცხოვრებთ, მაშინ ამასოფლის სულით მყოფნი ვიქნებით ქრისტესთან. ანუ როდესაც შენ გაქვს რელიგიურ ცხოვრებაში შენში უპირატესი ძლიერისადმი მონებრივი ქედადრეკილობა, შენ ამასოფლის სული შემოგაქვს ეკლესიაში. ძლიერისადმი მონებრივი ქედადრეკილობა ეს ამ სამყაროს სულის თვისებაა. ხოლო ქრისტიანობის სულის უმთავრესი თვისება ეს არის სიმართლისადმი და სიყვარულისადმი შვილებრივი ქედადრეკილობა, რომელსაც შენ კი უწოდებ მონავარო, მაგრამ ქრისტე მეგობარს და ძმას გიწოდებს. ეს არის არსობრივი განსხვავება. ანუ სიმართლისა და სიყვარულისადმი, სიფაქიზისადმი შვილებრივი ქედადრეკილობა, განსხვავებით ძალისადმი მონებრივი ქედადრეკილობის. და როდესაც ეს აღრეულია ჩვენში და ჩვენში ეს როგორ არის აღრეული? აი ეს პირველი ძალისადმი მონებრივი ქედადრეკილობა ჩვენთვის ორგანული ნაწილია, ჩვენთვის სულ ჩვენია, ჩვენ ვართ ეს, ხოლო ის მეორე და მთავარი არის ჩვენთვის უცხო და ძნელად მოსაპოვებელი. და ამიტომ თუ არ ვიღვაწებთ და თუ არ ვიშრომებთ, იმ პირველში დავრჩებით და მეორე არც კი გვეცოდინება რა არის ჩვენი გამოცდილება. ესე დროს, როდესაც სიგლახაკის მოძღვარს ვერ დაუდრეკ ქედს, როდესაც სუსტ ძეკაცისას, რომელიც ჯვარზე კვდება, ვერ მოუდრეკ ქედს, როდესაც შეურაცხყოფილ ნაცებ, ნაგვემ, ნაფურთხებ ქრისტეს ვერ უერთგულებ და ვერ მოუდრეკ ქედს. იმიტომ რომ იმ მომენტში ისე როგორც ძალმოსილი რაღაც მომენტში არ გეხმარება და შენს გარშემო არ შეაზანზარებს თავისი მტკიცე ღვთაებრივი ხელით, აი მაშინ ძალიან გვიჭირს ხოლმე ჩვენ ქრისტესადმი ერთგულება. და ამ დროს უფალი გვეუბნება მათე მახარებლის მერვე თავში. რაბათ რომელსა იგი სირცხვილ უჩნდეს ჩემი და სიტყვათა ჩემთაი, ანუ ვისაც რცხვენია ჩემი სისუსტის, ჩემი სიგლახაკის, ჩემი მცხოვრების წესის, რომელსაც მე გთავაზობ,
აი დღესაც ქრისტე გვთავაზობს ჩვენ გარკვეულ ცხოვრების წესს, ნახეთ რა სირცხვილია. სოფლიო ისია აგონიაში, რომ ჩვენ ვიცით შემთხვევები, იგივე ამერიკაში მომხდარი, როდესაც არა მართლმადიდებელი, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს. რომელიღაცა მღვდელი, რომელიღაცა დენომინაციის, მე მგონი კათოლიკური ეკლესიის, როდესაც გაილაშქრებს სოდომური ცოდვების წინააღმდეგ ამბიონიდან, კინაღამ პატიმრობაში მისცეს, მერე ბოდიში მოახდეინეს საწყალი. რაში მოიხადა ბოდიში? გესმით? აი, გესმით, რა საშიში ხდება დღეს იყო ქრისტიანი. მთელ რიგ შემთხვევებში. იმიტომ რომ კიდევ მეორე, როცა შენ ქრისტეს იცავ, ამ დროს შენ გოლგოთაზე შეიძლება გიყო და ჯვარს გაცვან, არ დაგიცავს. არ დაგიცავს, ცოტა ცუდად ჟღერს მე მესმის აქ ძალიან კარგად. იმიტომ რომ ვინ იყვნენ იმაზე უფრო მეტად მხნენი და სულით მეომარნი თუ არა მოწამენი ქრისტეს. ეგ სხვა თემა. უბრალოდ, როდესაც ქრისტე გეუბნება, რომ ვისაც ეს სირცხვინება, ჩემი და ჩემი სიტყვების, ქრისტეს სიტყვების როცა გესირცხვინება და მე საშინელ დიაგნოზს გვისვავს ჩვენ ესეთ ადამიანებს. ანუ ვისაც გვცხვენია, რომ ქრისტესნი ვართ, საშინელ დიაგნოზს გვისვავს და აგრძელებს ნათესავსა ამას, მემრუშესა და ცოდვილსა, ძემან კაცის ამან არცხვინოს მას. გესმით? ანუ აქაც ეს იმპერატიული ტონი არ გიტოვებს შესაძლებლობას, რომ რა მოხდა უკან დავიხიე, რა მოხდა ვერ გამოვხატე ჩემი რწმენა, ვერ ვთქვი რომ იცი რა, მე ქრისტეს სიყვარულისათვის ამას არ გავაკეთებ. ელემენტარული რაღაცა ხანდახან არის, რომ დავდებენ მარხვაში არასამარხოს და არა იმის გამო, რომ რაღაცა თქვა მისიონერული мотиваციით და სიყვარულის გამო, არამედ იმის გამო, რომ ეხლა ვერ თქვა, რომ ქრისტესათვის რაღაცა თქვა, რაღაცას პირდაპირ ცოდვაზე წასვლას გთავაზობენ და ვერ ამბობ, რომ ქრისტესათვის ამას არ გვიზ. და აი არ გიტოვებს უფალი შესაძლებლობას მხნეობას ითხოვს. ძალიან ძნელია უფლის ერთგულება. ძალიან ძნელია, იმიტომ რომ როგორც კი უფლის ერთგულებას იწყებ, მე თუ მდევნეს თქვენს გდევნიან. იმ წამსვე გოლგოთაზე უნდა ახვიდე. და ძნელია და მაგრამ იმ წამსვე როგორც კი შენ შეგწყვება ამ ყოველივესი, ნათესავი, მემრუშე, ანუ მოღალატე და ბოროტ. არადა საქმე იმაშია, რომ შეიძლება ვიღაცა მიფიქროს, რომ როგორ ესე იგი მე ვერ შევძელი ქრისტეს ერთგულება შემეში. და უფალი ესე გამწირავს, ესე უნდა გამწიროს, ის ხო ყოვლადძლიერი. კიდევ მეორე, როგორც კი ყოვლადძლიერ ღმერთზე საუბარს ვიწყებთ, არ დაგვავიწყდეს ქრისტესი მხოლოდ მაშინ ხარ, ქრისტიანი მხოლოდ მაშინ ხარ, როდესაც დაიბადებოდი რა 2000 წლის წინ იქ იუდეაში, მისი ერთგული მოწაფე უნდა ყოფილიყავი, მხოლოდ მაშინ ხარ ქრისტეს. თუ შენ ქრისტეს მეგობრობას, ქრისტეს მოწაფეობას ვერ შეძლებდი და ვერ ახერხებ, შენ ვერ ხარ ქრისტიანი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ქრისტიანობისა სხვა რელიგიებთან. ქრისტეს ერთგულება არის აუცილებელი პირობა, ჯვარცმულის ერთგულება, ხას უსვამ, ნაწამების, ნაცემნაგვების, ნაფურთხების, ამასოფლის დიდართაგან, ამასოფლის ავტორიტეტთაგან, ნაცემნაგვები და ნაფურთხი უფლის ერთგულება არის ქრისტიანობა. სხვა საშუალება არ აქვს. შეუძლებელია ქრისტიანობა. ამიტომ და თუ არ შეგიძლია ქრისტეს უერთგულო, მაშინ შენში არ არის ის თვისებები, რომელიც გჭირდება იმისათვის, რომ ღმერთთან ურთიერთობა გქონდეს. იმიტომ რომ ღმერთი სწორედ ისეთია, როგორც ქრისტემ გამოავლია. ესეთია ქრისტე. ყოვლადწმინდა სამება ძალმოსილებად კი არ იწოდება. უპირველეს მის სახელი ძალმოსილება, ღონიერობა, ყოვლის შემძლეობა, ყველაფერი ეს არის ღმერთი, მაგრამ უპირველესი სახელი ყოვლადწმინდა სამების არის სიყვარული. და სიყვარული გესმით არ გაიზომება ძალით და ასე შემდეგ და შესაძლებლობებით და ყოვლის შემძლეობით. სიყვარული ამით არის, სიყვარული მხოლოდ თავგანწირვითა და ერთგულებით გაიზომება. სხვა საზომი სიყვარულს არ აქვს. მადლობა ღმერთს ამისათვის. ამიტომ ადამიანს არ შეუძლია
არ შეუძლია თუ აი ესეთი არ იქნა, როგორცაც ქრისტე ითხოვს, რომ მისი ერთგულება შეძლო, ვერ შეძლებ ყოვლადწმინდა სამების წიაღში მყოფობას. შეუძლებელი იქნება შენთვის, იმიტომ რომ შენთვის ის იქნება უცხო. ვერ ისუნთქებ, როგორც თევზი ჰაერში ვერ ისუნთქებს. ჩვენ წყალში ვერ ვისუნთქებ, ცეცხლში ვერ ვიცხოვრებ. უცხო გარემო, შენთვის სასიკვდინე გარემო. რატო სასიკვდინე? ერთი ხო სიცოცხლის წყაროა. სიყვარულის ცეცხლი შენთვის მტანჯველად გადაიქცევა. იმიტომ რომ შენ ამ დროს რაც არ უნდა კეთილშობილი ყოფი ცხოვრებაში დემონური სული იყო, რომელსაც ღმერთი არ უნდა და არც შეუძლია მასთან ყოფნა. ამიტომ ამბობს ქრისტე, რომ ესეთ შემთხვევაში შენ ვერ შეძლებ მასთან ყოფნას და ღმერთიც ვერ შეძლებს შენთან ყოფნას. უცხო სხეული იქნება. და აი უფალი როგორ ამბობს, გახსოვთ მათემახარებელთან მე-17 თავში, ეს სიტყვები თქვენი ხშირად ვიმეორებ ხოლმე, ხოინათესავი ურწმუნო და გულარძლი, ანუ უკუღმართი. ანუ იმ საუბრობს იმ ადამიანებზე, რომლებიც ღმერთთან ურთიერთობაში, რელიგიაში მხოლოდ ღვთისაგან შემწეობას და ძალმოსილებას ეძებენ. ჩვენ ხშირად გითხრას, აქ რომ მოდიხარ, ისვის მოდიხარ, რომ წაიღო, მხოლოდ წაიღო, მადლი, როგორ არ წაიღე, რომ შემწეობა წაიღო, როგორ არ წაიღე, სიმშვიდე წაიღო, უფლისაგან მზრუნველობის განცდა და ასე შემდეგ, პრობლემების მოგონ წაიღებ ყველაფერს. მაგრამ ეს არის ის საქმე, რომელსაც ღმერთის ჩადის. ღმერთი გაგატანს ამ ყველაფერს აქედან. კურთხევას მოგცემს, დაგამშვიდებს, გაგაძლიერებს, შეგეწევა. ეს ღმერთის მოსაცემია. ჩვენ ლაპარაკობთ, შენ რა უნდა მოიტანო აქ. და ნუ იფიქრებთ, რომ თქვენ არ უნდა მოიტანოთ. არ შეიძლება ხშირად მithქვავს, რომ ჩვენ კი ვჭამთ და სვავთ ქრისტეს ხორცს და სისხლს, მაგრამ არ შეიძლება სისხლის მწოվել პარაზიტებად ვიქცეთ ეკლესიაში. ჩვენ რა მოგვაქვს და რა უნდა მოვიტანოთ? ერთგულება ქრისტეს. ხოლო ერთგულება ქრისტეში ისეთ ყოველ წამს ვლინდება, აი მაგალითად ადამიანი დაიღალა თუ რაღაცა ფიზიკური პრობლემა არ აქვს, ეგ სხვა თემაა. დაიღალა ადამიანი და წუხს და გადის გარეთ, ვერ გაუძლო. რა მოხდა მამაවත් პატარა ცირეთში თუ ერთგული იქნები დიდცაზე და დაგადგენ, ხოლო თუ მცირეთში ერთგული არ იქნები დიდცაზე და ვინ დაგადგენს, ეს სახარებისეული სიტყვები. თუ პატარაში არ შეგიძლია ერთგულებაში დალოცვიყო, იქ გოლგოთამდე უერთგულებდი უფალს. ან მაგალითად არ გახვედი, მაგრამ ოცნებებში ხარ და არ ებრძვი. საუბარს იწყებ იქ კულისებში, სიღრმეებში, სკამებში, ბოლოში. ხო იცით რომ აკრძალულია აქ საუბარი, წინ ამზღვრისგან. მაინც ახერხებ. და იცით რატო? იმდენად ძლიერია ტკივილი და პრობლემა შენი, რომ ღმერთთან საუბარი იმდენად პრობლემურია და ტკივილიანი, იმიტომ რომ დაიღალე კაცო არ შეგიძლია სულ მობილიზებული ყოფნა, რომ აღარ წინამძღვრის კურთხევა გახსოვს, აღარაფერი აღარ გახსოვს და ჩუმად ქურდულად შენ სივრცეს იპარავ ამ ეკლესიის სივრციდან. შენთვის რაღაც ქმნი ვიწრო ავტონომიას და საუბრობ. რატო? იმიტომ რომ არ შეგიძლია ღმერთთან ყოფნას და არ შეგიძლია შენი ნებისყოფა შესწირო ღმერთს. აქაც მცირედში ერთგულება არ შეგიძლია. ხო და აი ამ დროს უფალი გეუბნება რომ მე მიჭირს უკვე შენთან ყოფნა. შენ ხო გიჭირს და მეც მიჭირს და ამიტომ ამბობს ჰოინათესავი ურწმუნო და გულარძლი, ანუ უკუღმართი, ვიდრემდის ვიყო თქვენთანა, ვიდრემდის თავს ვიდებდე თქვენსას. ეს როცა უთხრა იმ ავადმყოფი ბავშვის მამას, ამით შენს გითხრა და მეც მითხრა. იმიტომ რომ ჩვენ სწორედ ისე ვიქცევით ხშირად რომ მხოლოდ ღმერთისგან ველოდები და უფალი გეუბნება რომდე ვიყო თქვენ. გესმით, ჩვენ ქრისტე დავღალეთ. დაიღალა ჩვენთან ყოფნა. მას ჩვენთან ყოფნა არ უხარია. ჩვენთან მეგობრობა მისთვის ძალიან მძიმეა. ეს არის ძალიან ცუდი და ეს კარგად უნდა გვახსოვდეს. და სხვათა შორის სახარებას რო წავიკითხავ, დახავთ ერთ რაღაცას, რომ ქრისტეს ძალიან ხშირად ადიდებენ, უყვართ, დასდევენ, მეფედ კურთხევა უნათ. რა შემთხვევებია ეს, აბა გაიხსენეთ? როდესაც ქრისტე ძალმოსილებას ავლენს და მიწიერ პრობლემებს უგვარებს, ტურნავს, განაძღობს, მომავლის იმედს აძლევს, ისინი ესე აღიქოვენ ის საქციელს, რომ აი მეფე გახდება და პური და საჭმელი თავზე საყრელი გვექნება. როდესაც მიწიერ საკითხების მომგვარებლად ევლინებათ უფალი და ხედავენ ესე, სულ თან დასდევენ, ნახეთ. სულ
საკმარისია სასუფეველზე დაიწყოს ქადაგება ქრისტე, რომ იმ წამსვე, როცა გახსოვთ ზიარებაზე რომ ქადაგებს, იმ წამსვე მოწაფეებიც კი მრავალი დატოვებსო. წერია და მოწაფეებმაც კი მრავალმა დატოვა. რა საოცრებაა, თავად ქრისტე. ამიტომ ძალიან ხშირად არის ხოლმე ესე რომ, როდესაც სასულიერო პირი ეს ერთ-ერთი პრობლემა ჩვენს ეკლესიაში. როდესაც ზოგიერთი არ ვთქვი უსინდისო უნამუსობა ვთქვა, რა ვთქვა, როდესაც აქცენტებს აკეთებს აი ამ ქვეყნიურ ფოკუსები როგორ ვთქვა, მაგრამ ამ ქვეყნიურ რაღაც მისტიურ ფეირვერკებზე და რაღაც გამოვლინებებზე და სასწაულებრივ კურნებებზე და კი, ყველაფერი ეს ხდება ეკლესიაში, ღმერთი რა თქმა უნდა არის, მაგრამ როცა აქცენტები ამაზე კეთდება. იცით რამდენი ადამიანის მოზიდვა შეიძლება ეკლესიაში? გაიღებენ ყველაფერს, უკანასკნელ ძაფამდე გაიღებენ და ყველაფერს შესაწირავს ჩაგიყრიან. ოღონდ შენ სასწაულებისკენ რაღაცნაირად, რა ვიცი, რა ხდება ამ დროს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ადამიანებს აი ეს საოცარი მაძიებლობა სასწაულის. ეფექტები, კურნებები, წინასწარმეტყველებანი და ასე შემდეგ. კიდევ ვიმეორებ, ეს ყველაფერი ეკლესიაში არსებობს. მაგრამ ეს არ არის მთავარი. ათასავი ბოროტი და მემრუშე სასწაულს ეძიებს და არ მიეცემა მას სასწაული, ნამდვილი, ანუ სასწაული როგორც ნამდვილი ნიშანი არ მიეცემა. გარდა იმისა და იონა წინასწარმეტყველს ახსენებს, ანუ გარდა იმისა, რაც გიწერია წმინდა წერილში, ნამდვილი ნიშანი ის არის და რა, როგორ იცხოვრო, რომ ქრისტესი გახდე. როგორ იცხოვრო, რომ ქრისტეს მიემსგავსო. ანუ საუბარი სასუფეველზე ეს მძიმე და სატანია, თავად ქრისტეს არ უსმენდნენ ადამიანები. ამიტომ არის ძალიან მრავალ ტაძარში, ტაძრების საკურთხეველში არის ყველაფერი გარდა ღვთისმსახურებისა. ოღონ სასუფეველი არ ეძებონ, ოღონ სასუფეველზე არის საუბრო და ისაუბრებენ ნებისმიერ თემაზე, მათ შორის ფეხბურთზე და ბიზნესზე და ასე შემდეგ. რეალურად ხდება და ითამაშებენ მობილურებით, ყველაფერი ხდება, ოღონ სასუფეველი არის. ესეთ ადამიანს აქ რომ მოიყვან, შეიძლება ნახევარი გაძლოს და გაიქცევა. იმიტომ რომ აქ ვერც მობილურით ითამაშებს, ვერც ფეხბურთზე ილაპარაკებს და ვერც ქათმებზე და სხვადასხვა ბიზნეს საშუალებებზე, რომელიც მომსწრენი ჩვენ ვართ სხვადასხვა ეკლესიებში და თვით საკურთხეველში. იმიტომ რომ აქ ახლა ბოლო-ბოლო მართლაც ხო ვერ დადგება თქვენ შორის და რაღაცებზე ლაპარაკს ხო ვერ დაიწყოს, ბოლო-ბოლო თქვენ გააჩვენოთ. მაგრამ მეორე მხრივ ის რაც ჩვენ უფალმა მოგვეცა და გვაჩვენა და გვასწავლა რომ აქ იმიტომ ვართ რომ ღმერთი ვეძებოთ, რა თქმა უნდა ეს არ უნდა იყოს საფუძველი იმისა რომ თავი ავიმაღლოთ. პირიქით მე თქვენ გეტყვით რომ რაც უფრო მეტად სწორედ იდგები აქ და რაც უფრო მეტად სწორედ იქნება ყველაფერი საეკლესიო მსახურება, ღვთისმსახურება აწყობილი, მით მეტად ვარდებით მით მეტად ვართ მიდრეკილი სიმდაბლისკენ. და რატო? როდესაც შენ აი ესე გულარხეინა და ტაშფათურა გაწყობით ხარ ეკლესიაში, კი ვერ ხედავ შენ რა ნაგავიცხა. წირვაზეც ხო იყავი და ხანდახან ააყოლე გალობას და კარგია. კახვედი 7 მხიარული სინდისი დამშვიდებული ხოვილოცე და ვეზიარი. და თვითკმაყოფილი ხარ და ხიბლში სწორედ მასში ხარ, მაგრამ აქ რო დადგები და 3 საათი რო იბრძვი და აქედან რო ვერაფერს გაიტან, ეს განცდა რო გაქვს, აი ვიბრძოლე და არ გამომივიდა არაფერი. გული არ გამეხსნა, უფალთან ვერ მოვახერხე, ანუ ხო გესმით რთულია, ხო? აი მაშინ მოდის სიმდაბლე. და სიმდაბლე როგორც კი მოვა, ძმებოდადებო, იმ წამსვე მადლიც მოვა. ანუ მადლი იმიტომ კი არ მოვა, აქ რო გახარდა, ხოსე უძლებ ვაშკაცურა. აქ რო გახარდა ვაშკაცურად გახარდა უძლებ და იბრძვი, რომ როგორმე ქრისტეს მიაკვლიო, ამით არ მოდის მადლი. სიმდაბლეში ვარდები მე რა, აი შენ ნაგავო საკუთარ თავს ეუბნები, არაფერი არ გამომივიდა კიდევ ერთხელ და თუ ამას გულწრფელად განიცდი, აი იმ წამსვე მოდის მადლი. სიმდაბლის საჩუქარია მადლი. სიმდაბლისგან გამომდინარეა მადლი, წყალობა როგორც ღმერთისგან მოცემული წყალობა. და მაშინ შენ უკვე და მადლი რას ნიშნავს? მადლი ღვთისა. მადლი სულისა წმინდისა, როდესაც შენი პიროვნების განღმრთობა იწყება. სული წმინდა გაძლევს მადლს, ანუ ყოვლადწმინდა სამების ენერგიას, რომელიც შენს პიროვნებას, რომელსაც შენი პიროვნება იღებს, ითავისებს და იწყება შენი განღმრთობა.
ანუ განკურნება ადამიანური არსებისა, როცა შენ უბრუნდები და ისრაფი იმისკენ, რისთვისაც დაიბადე. რა თქმა უნდა, ესეთ შემთხვევაში ქრისტე შენთან განძლებს, იმიტომ რომ მადლი რომ შენთან არის, ეს ქრისტე შენთან არის, მამა შენთან არის, სული წმინდა შენთან არის, მოვლენ და დამკვიდრდებიან შენს გულში, როგორც ქრისტე გვასწავლის, შენთან გაძლებს, მას უხარია შენთან ყოფა. ხოლო ერთი რამეა კიდე რომ თუ ადამიანი ცდილობს რომ ესე ცხოვრობდეს, ესე როგორც ვამბობთ, სწორედ ცხოვრობდეს, მას ქრისტესავით უკვე უჭირს ამ სოფელში მყოფობა. და გახსოვთ აი ლოთის მაგალითი და პეტრე მოციქული თავის მეორე ეპისტოლეში კიდევ ერთხელ იხსენებს რომ ვინაიდან მათ შორის მცხოვრები, მათ შორის სოდომ გომორში მცხოვრები, ეს ალალ მართალი ლოთზე ამბობს ყოველდღე იტანჯებოდა თავისი მართალი სული, როცა ხედავდა და ისმენდა მათ ორჯულოებას. წმინდა მამები გვასწავლიან, რომ თუ ადამიანი, ოღონდ აი როგორც თქვი ბოლოს, აი ისე თუ ცხოვრობს, მადლით თუ ცხოვრობს, სიმდაბლიდან გამომდინარე მიღებული მადლით, აი ამ შემთხვევაში ესეთი ადამიანი და არა ისეთი კარგულად ეკლესიური და ეკლესიური ვარ, მარხულობ და ეს უსჯულოები როგორც სიმდაბლით როცა ცხოვრობს, ესეთი ადამიანის ცხოვრება უღმრთო გარემოში მოწამეთა ღვაწლის ტოლია, მოწამეებს ადარებენ ესეთ ადამიანებს და აგერ ამბობს კიდევაც, ხო, პატრე მოციქული მეორე ეპისტოლეში, იტანჯებოდა ეს ალალ მართალი ყოველდღე თავისი მართალი სული, როგორც ქრისტე ისე იტანჯებოდა. და ამავდროულად ლოთი სულაც არ ყოფილა ისეთი, ხო, ჩვენ აი წმინდანი მწყვის გაგებით რა გაგებითაც ჩვენ მძიმე ცოდვაში ჩავარდა ჩვენ ვიცით, მაგრამ მიუხედავად ამისა, აქაც ძალიან კარგად ჩანს, რომ წმინდანობისადმი კუთვნილება გაიზომება არა იმით, რომ ვის რა ცოდვა აქვს ჩადენილი და რა ასე შემდეგ, არამედ, ანუ ცოდვილობის ხარისხი არ არის პირდაპირ პროპორციული, ანუ უკუპროპორციული წმინდანობისა. დიდია ცოდვა და პატარაა წმინდანობა. შეიძლება ძალიან დიდი იყოს ცოდვა, მაგრამ სადაც გამრავლდეს უსჯულოება, იქ გარდაამატებს მადლიო პავლე მოციქული ამბობს, ავასაკი აბა რა ცოდვები ქონა, მაგრამ ნახე საწავიდა. აგერ ლოთი რა მძიმე ცოდვებს ჩადის, მაგრამ ნახე როგორია შინაგანი. აღარ ლაპარაკობ დღევანდელ მარიამ ეგვიპტელზე. და შემდეგ უფალი პავლე მოციქულის პირით პავლე მოციქული გვახსენებს უფლის სიტყვას თავის ეპისტოლეში, კორინთელთა მიმართ მეორე ეპისტოლეში, ესეთ რამეს ამბობს. ამისთვის გამოვედით შორის მათსა. აი ამ ტკივილისათვის, ამ განცდისათვის, ანუ რომ არ შეგიძლია, გამოვედით შორის მათსა, გამოეშორენით. იტყვის უფალი, არაწმინდასა ნუ შეეხებით და მე შეგიწყნარეთ თქვენ. აი აქ წმინდა წერილის უნდა ძალიან კარგად გაგება. აქ არავითარ შემთხვევაში არ იგულისხმება ის, რომ გამოვეშოროთ, ესე იგი, წიხლი ვკრათ ამ საზოგადოებას და ზურგი შევაქციოთ, ამ სიტყვის ეს ფიზიკური გარეგანი გაგებით. აქ შინაგან მდგომარეობაზეა საუბარი. რა თქმა უნდა, პირდაპირ გაგებით არსებობს მონოზნობა, მაგრამ მონოზონს ყველაზე მეტად უყვარს ეს სამყარო, ნამდვილ მონოზონზე მაქვს საუბარი. მონოზონმაც უკაცრავად ამ გამოთქმაზე წიხლი კი არ კრავ თელ სამყაროს, არ მინდიხარ და მე ჩემთვის უნდა ვიყო და თქვენ როგორც გინდა. არა. ის ვერძლებს, მაგრამ რომ მიდის, კი არ მიდის არა მათი სიძულვილით, არამედ ღმერთისა და ისევ მათი სიყვარულით და აი საიდუმლო ლოცვებში ძალიან ხშირად არის ხოლმე, როცა მღვდელი წირვას ატარებს განსაკუთრებულად ბასილდედის წირვაში, როგორ უნდა ვილოცოთ მთელი სამყაროსათვის, ყველას ტკივა, განსაკუთრებულად საცოდავი ადამიანი, რომელიც უღმერთოდ ცხოვრობს. ჩვენ გულგაქოვებულები ვართ, თორემ, სულ უნდა ვტიროდეთ, როცა უღმერთოს დავინახავ, ვერ უნდა უძლებდეთ უღმერთოს დანახვას, ჩვენი გული უნდა ტიროდეს, იმიტომ რომ თითოეული ადამიანი ჩვენი ნაწილია. ეს სწავლება ქრისტიანულია საკუთრივ. და აი, როცა წერია გამოვედი და გამოეშორონით, არ იგულისხმება ეს გულქვაობით და უსიყვარულობით, არამედ სიყვარული. არაწმინდასა ნუ შეეხებით, კიდევ გულის მდგომარეობაზეა საუბარი. და მე შეგიწყნარეთ თქვენ. და შემდეგ აგძელებს, რომ ვიყო მე თქვენ და მამა და თქვენ იყვნენ ჩემ და ძეებ და ასულებ იტყვის უფალი ყოვლისამპყრობელი ძველი აღთქმის
სიტყვებია, რომელსაც პავლე მოციქული თავის მეორე კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში იმეორებს. ეს ჩვენი შინაგანი განწყობა ყოველთვის უნდა ავლენდეს საკუთარ თავს. სიფხიზლე და მღვიძარება მუდამ თავმდევი ადამიანური ცხოვრების. იმისათვის რომ აი ეს ამასოფლის სული, რომელიც ამ არაწმინდები და გარყვნილებით შემოდის ჩვენში, რომ ჩვენ არ მივიღოთ, მას განვეშოროთ შინაგანა. და მხოლოდ ამ შემთხვევაშია შეიძლება ითქვას, მხოლოდ ამ შემთხვევაში ხდება ღმერთი ჩვენი მამა და ჩვენ მისი შვილები. თუ არადა, ჩვენ მოვიხარშებთ ჩვენს პრობლემებში. ჩვენი პრობლემები დაიწყო მას შემდეგ, როცა ადამი და ევა ამბობენ, ღმერთო, შენ არ გვინდი ხარ? და ჩვენი ბედნიერებისა და გაღრთობის საფუძველი არის არა შენ, რომელსაც შენ შინაგანად უნდა დაგემსგავსო. არამედ აი ეს ნაყოფი, რომლისაგანაც მე მივიღებ ცოდნას და ამ ნაყოფის მისაღებად მე მჭირდება უბრალოდ გავიწოდო ხელი, მოვწყვიტო და მივიღო. ანუ ჩემი ბედნიერების წყარო ყოფილა ჩემს გარეთ ამ სოფელში საძიებია და არა შიგნით, როგორც შენ რაღაცას მეუბნებოდი. რომ შენსკენ წამოვსულიყავი და გავზრდილიყავი შინაგანი ცხოვრებით და შენთან მოვსულიყავი. სრულყოფილების გზაზე მელო, არა, ძალიან მარტივად ყოფილა საქმე. მე თუ მინდა ბედნიერები იყო და სრულყოფილი და ღმერთი და ამ ყველაფერი ამ სიტყვაში, ავიღე და დამთავრდა. აი იმის მერე მთელი სამყარო გადაგვარდა. თავისნაირები შობეს. ჩვენც ადამის უკვე აი ესეთი ადამის შვილები ვართ. ამიტომ ჩვენ რო ვიბადებით უკვე ჩვენ აი ჯოჯუხეთის წვენში ვიბადებით და მასში ვიხარშებით მთელი ცხოვრება. ჩვენ თუ არ გამოვხიზლდებით, სამუდამოდ დავჩებით ამ ჩაკეტილ წრეში, ჩაკეტილ სისტემაში, კიდევ ვერაფერი ვერ გამოგვიყვანს. განა შეიძლება ძალიან კარგი ხარ, მაგრამ არაფერი არ გიშველის, იმიტომ რომ შენ ეს ხარ, ესა ხარ, არა ხარ სხვა რამე, ესა ხარ. უნდა შველელი გარეთ ეძებო. ანუ ამ სისტემის გარეთ ერთადერთი არსება, ეს არის ღმერთი. ყველაფერი დანარჩენი დაცემულია. პავლე მოციქული გვასწავლის, ადამი როგორც კი დაეცა, მთელი სამყარო შეიცვალა, იმიტომ რომ მთელი სამყარო შენთვის შეიქმნა. სამყაროს პიროვნება არა, ხო, მკვდარია, მაგრამ მშვენიერია. სამყაროს პიროვნება ადამიანია. ადამიანი ცილდება და მთელი ეს უზარმაზარი დიდი რაღაცა ორგანიზმი, რომელსაც პიროვნება არ აქვს, მაგრამ შენ ახარ მისი პიროვნება, მთელი პიროვნება ასე დადგურდება და ესე დღეში. და ამ სისტემაში თუ ხარ და შენ თავს იდენტიფიკაციას აკეთებ, რომ შენ ამ სამყაროს ნაწილი ხარ, ასტროლოგია რო გეუბნება ხოლმე. აი ესე თუ ხარ, ან აღმოსავლური მოძღვრებები, აქედან როგორ გამოვა? ვერც კი დაინახავ საკუთარ სიმართლეს, საკუთარ მდგომარეობას, იმიტომ რომ სისტემის ნაწილი ხარ. მაგრამ ქრისტიანობა გეუბნება, არ არის მთლად მას ეს საქმე. შენ უკვდავება გაქვს შიგნით, რომელიც არ უნდა დაუმორჩილო აი ამ სამყაროს მსრახვალ ხელს და ამავე დროს შენ პიროვნება ხარ, რომელიც ამ სამყაროს შიგნით კი არ არის, არამედ ამ სამყაროს მოიცავს, იმიტომ რომ ეს სამყარო ამ პიროვნებას ეკუთვნის, შენ პიროვნულად გეკუთვნის ეს სამყარო, პიროვნულად. აქ ლაპარაკი არ არის შენს ბუნებაზე, რომელიც სულ რაღაც 180 სანტიმეტრი შეიძლება იყოს სიგრძეში და წონაში 80 კილო. მე სხვა რამეს გულისხმობ პიროვნებას, რომელსაც არა მარტო შენი ბუნება მთელი სამყარო გეკუთვნის, შენ ამ სამყაროს გარეთ ხარ, პოტენციაში, თორე შენ შეგიძლია შიგნითაც მოკალათე, ჯოჯოხეთის სიღრმეებში. გარეთ შეგიძლია, გეკუთვნის, ანუ შენში არის ის, რაც ამ დაცემული სამყაროს გარეთ შეიძლება იყოს და უკვდავი სული დაუმორჩილოს არა ამ დეტერმინირებულ საშნელ სამყაროს, რომელიც გადაამუშავებს შენ უკვდავ სულს და დემონად აქცევს, არამედ პირიქით გარეთ აიყვანო. ხოლო ამ სამყაროს გარეთ ერთადერთი არსება მხოლოდ ღმერთი. სხვა არაფერი. და ის არსებები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ღმერთს უერთგულო, ანგელოზები და წმინდანები, გააღმრთობილები, ანუ ისინიც ღმერთები. სხვა ყველაფერი არის ამ სამყაროში. რადგან ჩვენ ამ სამყაროში ვართ და რადგან ჩვენ ამ სამყაროში ვართ და პიროვნულად სად ვართ, კაცმა არ იცის, ხო? ჩვენ გვიგვინა გარეთ ვიყოთ, მაგრამ ჩვენი რელიგიური ცხოვრების მიზანი ესაა, როგორმე ჩვენი პიროვნება აღმოჩნდეს გარეთ და ყველაფერი გაზიდოს ჩვენი რაც არის იქით.
ამიტომ ჩვენ რადგან ამ სამყაროში ვართ, ესეთად ვიბადებით. ჩვენ პრობლემების ქვაბში ვიხარშებით და აი მე შემიძლია აი იმ მაგალითზე თქვა ადამ და ევას რა დაემართა და ხლა მე ამას ესე დაწვრილებით არ განგიმარტავთ პარალელებად, იმიტომ რომ ძალიან დროს წაიღებს, მაგრამ აი დაახლოებით რაღაცა მცირეოდენი პროცენტი რაც გვჭირს ჩვენ ადამ და ევადან გამომდინარე, მაგრამ ეს იგივე ჩვენია. აი არა იმათი ბრალი კი არ არის მარტო და ჩვენი არა, მე რა შუაში ვარ. ჩვენი მდგომარეობაა ესეთი. მე პირველად შეიძლება არაფერი არ დავაშავ, მაგრამ მდგომარეობა ესეთი მაქვს. ხო? აი დავიბადე, ვერ დავფრინავ, ხო? მე არ დავფრინავ. იმიტომ რომ მდგომარეობაა, ჩემი როა ვერ ვიფრენ. ვერ წყალში ვიცხოვრობ, მდგომარეობა. მდგომარეობა მაქვს ისეთი, როგორცაც ახლა ჩამოვთ. როგორც კი ვიბადები. ერთ-ერთი ეს მდგომარეობის ერთ-ერთი ნიშანი და გამოვლენა ჩვენი პრობლემების რაღაც მიზეზები ხო აქვს? პრობლემა ვის არა აქვს? ეგეთი ადამიანი არ არსებობს. ყველას რაღაცა პრობლემა გვაქვს. ან სულიერი, ან ფიზიკური, ან ფსიქოლოგიური, მუდამ. ან სულ ყოველ წამს ეს რაღაცა პრობლემები გვაქვს. ერთ-ერთი გამოვლენა ამ ჩვენი ცუდი მდგომარეობის არის რა? ჩვენ პრობლემების მიზეზებს ყოველთვის სხვაგან ან სხვაში ვეძებთ. ეს არ არის სარიელი სიტყვები. ყველას ეს გვჭირს. ჩვენ პრობლემებს, პრობლემებს რო გვაქვს ამის მიზეზებს სულ სხვაგან ვეძებთ. იმის ბრალია ან რაღაცის ბრალია. მე არა. ჩემ ბრალი არა. ეს არის ერთ-ერთი ნიშანი. ამისგან უნდა გამთავისუფლდეთ. ანუ რას ნიშნავს? მიზეზები ყოველთვის საკუთარ თავში ვეძებთ. ამის საფუძველი, იცით რა არის? ამის საფუძველი არის ის, რომ არის ღმერთი, რომელიც შენზე ზრუნავს. და თუ შენი პრობლემების მიზეზი რაღაც გარეთა რაღაც მოვლენებია ან ვინმეა, ესე იგი მაშინ ღმერთი არ არსებობს. აი ეს მიგდებული ჭარაგზაზე გაგორებული რაღაც რომელიც ყოველ წამს შეიძლება გაიჭრიკოს, პამიდორი უნდა მეთქვა. ხო, ესეა. არ არის ეს. არ არის იმიტომ რომ ღმერთი არის და იმიტომ არ არის ეს და შენ მისი შვილი ხარ. ესე იგი შიგნით უნდა ვეძებ. პატივის ძიება, პატივმოყვარეობა, პატივის ძიება, სულ რო გვინდა რომ სცენაზე ვიდგე და ტაში გვიკრან. აი ეს განწყობა ყველას. ვინმე არ იფიქროს რომ ეს არა ვარო, ესეთი არა ვარო, ვერ დაგიჯერებთ. რატო ვერ დაგიჯერებთ? მე ეგეთი ვარ და ეხლა ჩემზე უკეთესი ხო არ იქნება. ეს ხუბრობით. ყველა ეგეთები ვარ. ყველა პატივმოყვარეობაზე მამები თით რას ამბობენ? რა სათნოებითაც არ უნდა იცხოვრო. პატივმოყვარეობის ცოდვა ყოველთვის ზემოთ არის. არ არსებობს მისგან განთავისუფლება, ნახეთ რას ამბობენ, ამას ამბობენ მამები, რომლებმაც ესე იგი ადამიანი შეისწავლეს თავიდან ბოლომდე, სულ და ქრისტეს ერთგულები არიან. მაგეთ ჩამოგითვალეთ, კაცო. ანტონი დიდი, მაკარი დიდი, ზოსიმე, ღილს ზოსე. აჰა. იმაზე უკეთესები რომლები ვარ. მოციქულები ჩამოგითვალეთ. აბა ვინ დაждდება, შენს მარჯვნივ და შენს მარცხნივ. იოანე ამბობს, არ მოგიდგენია. უსაყვარლესი მოწაფე და საოცარი ღვთისმეტყვი. გაუმაძღრობა ძალაუფლებაში. ადამიანის როგორი ჯოჯოხეთია ჩვენში. ყველაფერი გინდა შთანთქა. სულ აი მეტი და მეტი და მეტი და მეტი და მეტი. და თუ ვერ მოიხელთ ვერავინ, მაშინ საკუთარ თავში ქმნის სამყაროს და იმ მოცნობებში ხარ ძალაუფლების მოყვარე. თავრობის სულსა იქ რო უქმობისას თავრობის მოყვარებისას. თავრობის მოყვარეობა, საშინელი დემონური მდგომარეობა ადამიანის, რომელიც ძალიან ბევრ ცუდ რაღაცაში ვლინდება. მათ შორის ვლინდება აგრესიაში, მრისხანებაში. ეხლა ვიტყრეს ერთ-ერთმა მონოზონმა ერთ-ერთი ფაქტურად ეს ერთ-ერთ მათი თვლება რა ქვია, ძალიან მძიმედ არის უკვე. სამყაროში მოდი ესე ვთქვათ, ერთ-ერთი დიდ სასულიერო დიდ ქრისტიანად ითვლება, ეს არის არქიმანდრიტი კირილე, პავლოვი, გაგიგიეთ ალბათ ის წიგნების გამოდის. ეს არის უკვე ცოცხალი ლეგენდაა ფაქტურად ეს ადამიანი, ჯერ კიდევ ცოცხალია, ღმერთმა დიდხანს საცოცხლოს და მას შეხვედრა, მასთან არის შენახვედრი ჩვენი ეს ქართველი მონოზონი და მრისხანი ბუნება აქვს ამ რედაკაცია, მაგრამ აქვს და რაღაცაზე საუბრობდნენ და ესეთ რამეს ეუბნება. სადაც არის მრისხანება, იქ არის ჯოჯოხეთი. პავლე მოციქული ამბობს, ხო, მრისხანებამ საღვთო სამართალი არ ქნას და ვერ ქნას. მაგრამ აი არქიმანდრიტმა კირილემ 10-იანში გაარტყა. ხო, ყველას გამოგვიცდია, როცა მრისხანებ, ჩვენ როგორები ვართ. სადაც არის მრისხანება, იქ არის ჯოჯოხეთი.
და მთავრობის მოყვარებას ეს ახლავს. ეს არავინ არც ერთი ადამიანი, არავინ არ თქვას რომ ვინმე ამისგან თავისუფალია, ყველას აქვს ჭირს ეს. და ეს გაუმაძღრობა არის აი გვამებზე გადავლა, აი ესე ხდება სხვა ადამიანების მიმართ. ბედნიერების კიდევ ერთი თვისება, ბედნიერების ძიება რაში? სიამოვნებაში. არ თქვათ ახლა რომ ჰაბა ახლა ბედნიერი თუ არა, რომ მე სიამოვნოს და მე მომყავს ხომ მაგალითად 300 არაგველი რომ იბრძოდნენ და კვდებოდნენ, დარწმუნებული ვარ 100% ბედნიერნი იყვნენ. 9 ძმა ხერხეულიძე და მათი დედა და მთელი მარაბდელები დარწმუნებული ვარ ბედნიერნი იყვნენ. ვახტანგ გორგასალი, რომელიც ღალატით იქნა მოკლული ამ ისრით დაჭრილი და გასულიყო ომიდან, იმ წამსვე და ეგება უმკურნალად გადაერჩინა. ბოლომდე იბრძოლა, სანამ ომი არ დამთავრდა. და კვდება, მე დარწმუნებული ვარ, რომ კვდებოდა იყო ბედნიერი, იმიტომაც მისცა ღმერთმა საოცარი სიტყვები ეძებდეთო სიკვდილს ქრისტესათვის. არ არის ბედნიერება სიამოვნების სინონიმი. არ არის. დიახაც როცა ბედნიერი ხარ, სიამოვნებაში ხარ, როგორ ეს სიამოვნება არ არის, რომ სიამოვნებას ვეძახით ხოლმე ამ ქვეყნაზე. ხოლო ამ ქვეყნიური სიამოვნება ხშირ შემთხვევაში გამორიცხავს ბედნიერებას, იმიტომ რომ ამ ხშირ შემთხვევაში ამ ქვეყნიური სიამოვნება ეს ის სიამოვნება, რომ ჩაწვება ხოლმე და ღრუტუნებს, სიამოვნებს. და ჩვენი პრობლემა ყველასი არც ერთი არა ვართ ამისგან თავისუფალი. ჩვენ როცა ბედნიერების სურვილი გვიღიტინებს, 99% უკავშირდება ხოლმე ეს ღიტინი ამ ქვეყნიურ სიამოვნებას. ეს თითოეული ჩვენთაგანის პრობლემა. აბა გადახედეთ, სამყაროს გადახედეთ, ტელევიზორი ჩართეთ, უსმინეთ, ადამიანებს მოусმინეთ, ნახეთ, ბედნიერებისაგან ის არც ერთი ადამიანი არ არის ბედნიერებისკენ არის სწრაფოდეს. ყველა ბედნიერებისაგან ისწრაფოს. თვითკვლელიც კი უბედურებას გაურბის ყოველ შემთხვევაში თავს როიგებს. ყველა ისწრაფის ბედნიერებისაგან დააკვირდით მოტივაცია და რისკენ ისწრაფია. და რა არის ხოლმე ჩვენი მამოძრავებელი ძალა, როცა ბედნიერებას ვეძებ. რაბადებს აი ეიფორიას, აი ამას, რა სიამოვნება. ესეც ერთი ტყუილია კიდე, რომელიც ჩვენ გვჭირს. სიყვარულის ანგარებითა და ეგოიზმით, ხოლო თავისუფლების მონური სულით ჩანაცვლება. როცა ადამიანს სიყვარული, ანგარება და ეგოიზმი სიყვარული გონია, ხოლო მონური სული, თავისუფლება გონია. დიახ, სიყვარული ეს არის, აბა ჩვენს ურთიერთობაში, თვით შვილებთანაც კი ხშირად, შვილებთანაც. მეუღლესთან ხო თავისთავად, მშობლებთან აბა იცოცხლე, მეგობრებთან, სულიერ და-ძმებთან, რაში მჭირდება? თავარი მე ვარ ამ ურთიერთობებში, მე და რაში მჭირდება? და ამას ჩვენ სიყვარულს უწოდებთ. ვალამაზებთ, ეხლა მაგი არ შეგვეშლება როგორ გავალამაზებთ. რაც შეეხება თავისუფლება, მონური სულით რო არის ჩანაცვლებული, მე ჩემ ქვენაგრძნობებს და ჩემ ხორცს რა უნდა და ჩემი თვითნებობა, თავისუფლება რომ გონია თავისთავად ცხადია ეს მონობა, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ჩემი თავარი პიროვნება, რომელიც სამყაროს გარეთ უნდა გავიდეს და მეც გამიყვანოს, არათუ სამყაროს გარეთ, ჩემი თავიდანაც ვერ გასულა გარეთ და ჩემი ვნებების, ჩემი დაცემული ბუნების, პირუტყული და დემონური მიდრეკილებების ტყვე არ და რა თქმა უნდა მონავა. მორჩილება და თავისუფლება. ეს იყო ადამიანის თვისებები, მე ადრე გითხარით, გახსოვს ადამიანი რო იბადება, ეს ორივე თვისება მიყვება მას. არავინ არ ეკითხება, ისე იბადება ადამიანი თავისუფალ და დიდი დიაპაზონის მქონე არსება. ანუ თავისუფლება და მორჩილება ადამიანის ის ონტოლოგიური ბაზა, რაზეც ადამიანური არსება, ანუ პირველადი ბაზა, რაზეც ადამიანი არის აღმოცენებული. ამით დავიბადეთ ჩვენ ორივე. მაგრამ ჩვენ გვესმის რა არის? ან ესე იგი მორჩილება და ან თავისუფლება. არ გვესმის. არც ერთი არც მეორე და ამიტომ ტყუილში ვიმყოფები და აი ჩვენი პრობლემა კიდევ ეს არის. ანუ ის რაც ჩვენთვის ძირეულია მორჩილება და თავისუფლება, იმ ძირეულს ვამახინჯებ და ხიბლში ვიმყოფები. და ხიბლი არის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ადამიანის დაცემული ბუნების, აი რაშიც ვიხარშები.
ხიბლის შედეგები ძალიან ბევრია და მე შევეხები აი ამ კუთხეს მარტო რაც მორჩილებას და თავისუფლებას უკავშირდება. მორჩილება გგონია მონობა. კიდევ მეორე ეს არ არის უბრალოდ ნათქვამი სიტყვები. ჩვენ თითოეული ჩვენთაგანი ესია, აბა გავიხსენოთ ჩვენ როცა გვიწევს ვინმესთან მორჩილება, მწავსეთ ჩვენი შინაგანი ეგო აპროტესტებს, ვეღარ მე ამის მონა ვარ. არ გვინდა ხოლმე, თვით მოძღვართან მორჩილებაც კი ჭირს. პატრიარქთან მორჩილება ჭირს. კაი, მოძღვარი და პატრიარქი ადამიანები არიან, პიროვნებები არიან და ეხლა ეგ გამაკლია თავი დაუდე. გარემო რო იქმნება, გარემო, რაღაც გარემო, რომელიც არავის ბრალი არ არის, არც პერსონა არ არის, უბრალოდ გარემოა. იმის მორჩილება გიჭირს. და გაუვიხარ. აი ეს არის, ანუ, როდესაც მორჩილება გონია მონობა და თავისუფლება კიდე თავაშვებულობა გგონია. სიმდაბლე გგონია სისუსტე. ძლიერება, რა გონია ძლიერება? აგრესია, აგრესიული რო ხარ, ძლიერი ხარ. აი ეს გგონია. მეგობრობა, ანგარება გგონია. სიყვარული გგონია სიძვა. და სიძვა ეს ისეთი რამეა, რომელიც ყველგან არის და ყველაფერს ბილწავს. თვით კანონიერ ცოლქმრობასაც კი, იმიტომ რომ კანონიერ ცოლქმრობაშიც პირველადი დომინანტი, რითაც ოჯახი იქმნება ძალიან ხშირად. ღმერთმა დაგიფაროთ თქვენ და ჩემი სულიერ შვილები. დომინანტი არის ხოლმე ხორციელი მიდრეკილება. რა თქმა უნდა, ხორციელი ტოლვა ქორწინების აუცილებელი პირობა, აუცილებელი. მაგრამ როცა ის დომინანტია, უბრალოდ როცა ის პირველადია და დანარჩენი შეიძლება არც კი იყოს გათვალისწინებული საერთოდ. იმიტომაც ვებულობთ მე ჩვენ იმას, იქმნება ოჯახები და ინგრევა, განქორწინება საქართველოში უზარმაზარ პროცენტს აღწევს და ამ ბოლო პერიოდში მოიმატა, კატასტროფული მაჩვენებელია და ამაში ჩვენ ეკლესია ვწოდავთ. იმიტომ რომ ადამიანებს ისევ წერთ ჯვარს, არც კი უხსნით, ჯერთი არ უნდა დაწერო უღმერთოს ჯვარი და თუ დაწერ, აუხსენი მაინც რას ნიშნავს ეს? რა პასუხისგებლობის წინაშე დგას? ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს, როცა სიყვარული, სადაც არ არის სულების ერთობა, იქ სიყვარული არ არის. თუნდაც ეს კანონიერი ცოლქმრობა იყოს. სულების ერთობა. ხოლო სულების ერთობა, ახლა ადამიანობა აბა რა არის? ეგრე ცხოველებიც მრავლდებიან უკაცრავად. სულების ყველაზე ძვირფასი შენში სულია. და იმის ერთობები არა, იმის ერთობა არის რა. და კიდევ ერთი რწმენა, როგორ არის დამახინჯებული მრავალნაირად, მაგრამ ერთ-ერთი. როცა რწმენა უკავშირდება, პირდაპირ უკავშირდება გარანტიებს ზეციდან. თუ მორწმუნე ვარ, აჰა, ეს გარანტიები მაქვს, აბა შენიც. აი ეს განცდა და ეს დამოკიდებული. და როცა აი ადამიანი ესე ცხოვრობს, ჩვენ ვიცით, ხო, როცა ეს გარანტიები არ სრულდება, მე ადამიანებს რა ემართება. და ეს უდიდესი უმრავლესობა რო ტოვებს მე ეკლესიურ ცხოვრებას 5-10 წელი იცხოვრობს ეკლესიურად მიატოვებს. ან თუ არ მიატოვა ესე ნომინალურად დადის გულგრილი. სწორედ ეს გარანტიები, ვერ როგორც ეგონა ეგრე არ არის. და რაც შეეხება რელიგიურ ცოდნას, რომელიც ჩვენ გვაქვს, მაგალითად წმინდა სამების ცოდნა, აი მეწევან რელიგია რო ვახსენე, წმენდა რო ვახსენე. იცით რა საშიშია, როცა ჩვენ გვაქვს ცოდნა და არ ვცხოვრობთ შესაბამისად ისე რის გამოც ეს ცოდნა მივიღე. გახსოვთ როგორ ზიარების წინალოცვებში არა უთხრა არა გავცეს აიდუმლო ხო ვითარცა იუდა ხო ანუ არა ამბობს გამახსენეთ როგორ არის მოკლედ საიდუმლოს გაცემაზე ხო არის საუბარი რა საიდუმლოებაზეა საუბარი რა საიდუმლო უნდა გავცე და მე ამბობს უყო ვითარცა იუდა რა საიდუმლოებაზე უნდა გავცე რა საიდუმლო საიდუმლოებათა იწოდება არა რაიმე დაფარული არამედ ის სწავლება რომელიც მე მაქვს რომელთან მიახლებაც არის საშიში თუ მე იუდასავით ამ ბორის ყოფილი ვარ თუ იუდასავით არ მესმის ვის წინაშე ვდგავარ და ამ ბორს უყობ და ვიღებ კიდევაც თუ იუდასავით არ მესმის მაშინ ეს საიდუმლოს გამცემი გამოვა ყველა შემთხვევაში ბოროტო მოქმედი და რა საიდუმლოებაა საღვთო სწავლება და მათ შორის იგივე ყოვლადწმინდა სამებისა ყოვლადწმინდა სამება იწოდება სიყვარული ადამიანი რომელიც სიყვარულის
კანონებით არ ცდილობს იცხოვროს და ერთადერთი კანონი, სიყვარულის კანონი, ეს ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ჩვენ სიყვარულის კანონით ვიცხოვროთ, ეს არის ქრისტესთან ყოფობა. ქრისტესთან მაძიებლობა. აი, როგორც თავიდან გითხარი, თუ გინდა რომ მასთან იყო, როგორც ის ცხოვრობდა, ისე უნდა იცხოვრო. ერთადერთი სხვა გზა არ არის და როცა შენ ესე არ ცხოვრობ და არ ფიქრობ ამას და ლაპარაკობ ყოვლადწმინდა სამება ღმერთზე, როგორც სიყვარულზე, ბინძური ხელებით უწმინდეს არსებას ეხება. ეს არის ძალიან საშიში მდგომარეობა და ამიტომაც წმინდა მამები საოცარ ამას ამბობენ, რომ თეორიული ინტერესი ქრისტიანობისადმი და განსწავლულობა და აი ეს კითხვა და სწავლა ეშმაკეულობას უტოლდება. თუ ადამიანი ამის პარალელურად არ ცხოვრობს ქრისტიანული ცხოვრება. გესმით, სად შედიხარ? ყოვლადწმინდა სამება. წმინდანები, რომლებიც არიან ღვთაებრივ წიაღში. ანუ უწმინდესი ოჯახი და სხვის ოჯახში იყურები სულ. და ამ დროს შენი ცხოვრება არაწმინდებით ახსავს, შენი გული არაწმინდებით ახსავსია და არც გინდა რომ რაიმე შეცვალო. ესე ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩვენ ძალიან ბევრი რამე ვიცით. ძალიან ბევრი რამე ვიცით, თეორიულად. მაგრამ იცოდეთ, რომ ჩვენი ცოდნა ძალიან უსწრებს რა ჩვენს ცხოვრების წესს, ეს გვამძიმებს. ეხლა ვიღაცა იტყვის, აუქნათ, აღარაფერი აღარ მიკითხო და საერთოდ აღარ მოგისმინო და წავიდეთ, ეგეც შეიძლება, რატომაც არა. მაგრამ მეორე მხრივ, როცა ჩვენ ხედავთ, რომ ადამიანები ისმენენ, ისწავლობენ, უკვე ბევრი რამე ესმით და ცხოვრებაში, მათ ცხოვრებაში არაფერი არ იცვლება და სიყვარულის საქმეში ერთ ნაბიჯსაც წინ არ დგავენ, ეს რას ნიშნავს? რომ მათი მდგომარეობა ძალიან მძიმეა და ჩვენ გავფრთხილებთ. დაიმახსოვრეთ, არ შეიძლება აუცილებლად ეს ორი ფრთა ცოდნისა და ცხოვრებისა თანაბარი უნდა იყოს, თორე თანაბარი რო არ იქნება, ხო გესმით, როგორ გაფრინდებით? აუცილებლად ჩამოვარდებით. ესეც გაითვალისწინეთ. და კიდევ ერთხელ ის სიტყვები, რომ როგორც ქრისტე ცხოვრობდა, ისე უნდა ვიცხოვროთ, თუ გინდა მასთან ყოფნა და მასთან ყოფნა კიდე ყველაზე ძლიერად ორი რამით ვლინდება. ეს არის ზიარება ევქარისტიაში, ევქარისტიის კანონში, როცა მონაწილეობას ვიღებთ წირვას. და ეს არის ზიარება ლოცვისას. ლოცვისას ზიარება თავისი არსით იგივეა, თუ გონიერ ლოცვაზე ვსაუბრობთ, რაც ზიარება, როცა ევქარისტიას მიახლევ. ოღონდ აქ ერთი განსხვავება. აქ შეიძლება უფრო მექანიკურად მოხვიდე და ვერაფერი ვერ წაიღო. გონიერ ლოცვას მექანიკურად ვერ აღასრულებ. ის ტანჯვას იწვევს, საკუთარი თავი ტანჯავს, რომ ვერ ახერხებ. მეორე მხრივ, თუ აქ მადლი მიიღე და გონიერ ლოცვას არ ცდილობ, მათ ძალიან მალევე კარგავ. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ზოგჯერ აქედან გასულიც არა ვართ, ისე გვეკარგება ის მადლი. რამდენიმე დღეს თუ გასტანა მადლობა თქვი, იკარგება. მარიამ მეგვიპტელი ერთხელ ეზიარა და ცხოვრების ბოლოს მეორე. ერთხელ ეზიარა და კიდევ მიწავე ვერ იჭერდა. რატომ? როგორ შეინარჩუნა? როგორ შეინარჩუნა ამ ადამიანს? რომელსაც არანაირი გამოცდილება არ ქონდა. გონიერი ლოცვა. ანუ რა არის გონიერი ლოცვა? მთელი შენი არსებით ქრისტეს რომ მოუხმობ, შემიწყალე. მაგრამ აქ არის ერთი საოცარი რამ. როგორც არ უნდა მოუხმობ მთელი არსებით უფალს შემიწყალე, შედეგი 0 იქნება. თუ თავად ღმერთმა არინება და აი ეს შემიწყალე რას ნიშნავს და აქედან გამომდინარე რა ნაყოფი შეიძლება მიიღო, თუ თავად არ გაგზნობინა და არ მოგანიჭა და ანუ შეიძლება ასე ითქვას, რომ ყოველი წარმატებული გონიერი ლოცვა თუ ამას ოდესმე ხანდახან ვეღირსებ, იშვიათად არის გამოცხადება ღმერთის. როცა ღმერთი გეცხადება და რაღაცა ისეც გაძლევს, რაც აქამდე შენ არ იცოდე. და ყოველი გამოცხადება ახალ ცოდნას განიჭებს გონიერი ლოცვის დროს. ერთ-ერთი ნიშანი სწორი ლოცვისა, როცა გონიერება ახლავს. გონიერება ტვინს არ გულისხმობ გონიერ ლოცვაში, ამაზე ხშირად მithქვავს, ეს არ იგულისხმობ. ერთ-ერთი ნიშანი არის ის, რომ როცა ადამიანი ასე ლოცულობს, ეს მადლი მიყვება ლოცვის დამთავრების შემდეგ. შემდეგაც და არა ისე, რომ ესე იგი ლოცულობს და ვიღაცა რომ შეაღებს კარებს და თავზე დაამხობს ყველაფერს. მიყვება. ანუ ამ დროს ბრისხანებს. ეს ჯოჯოხეთშია და გონია რომ ლოცულობს, არ მოგიდგენიათ? ანუ ეს ორი რა გონიერ ლოცვა და ზიარება არის ევქარისტია არის ორივე ზიარება და ორივე შემთხვევაში ევქარისტიაში მონაწილეობის დროსაც და გონიერი ლოცვის დროსაც მადლი ღმერთისაგან გვეძლება როგორც საჩუქარი. ჩვენია მარტო ბრძოლა, ღვაწლი, სიმდაბლით ოღონდ, მხოლოდ სიმდაბლით.
და მარიამ ეგვიპტელი არის განსაცვიფრებელი მაგალითი. ჩვენზე არ ძლიერი იყო, არც ფიზიკურად, არც დიდი ზნეობრივი ცხოვრება არ ქონდა და საერთოდ რა ქონდა, ზედიზკე საერთოდ არაფერი არ ქონდა. არც არანაირი ცოდნა არ ქონდა, არაფერი არ ქონდა ადამიანს. ჩვენზე სუსტი, ჩვენზე გაუნახლებელი, ჩვენზე უგვანო ყველანაირად ჩვენზე ცუდი. მან შეძლო ერთი ზიარების მადლი მრავალი წელი შეენარჩუნებინა უდაბნოში. შეენარჩუნებინა კი არა, გაემრავლებინა და გაემრავლებინა გონიერი ლოცვით. რა ლოცვით კიდევ ხას უსვავ? მისი უფალო შემიწყალი იყო აბსოლუტურად გულწრფელი და სანუკვარი. აი ესე უნდა იყოს ჩვენი ყოველი სიტყვა. დანარჩენი უკვე ღმერთის ხელშია. წმინდა მარიამ ეგვიპტელის ლოცვით. უფალო ჩვენო იესო ქრისტე, შეგვიწყალენ ჩვენ. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.